მე ვარნია გერგიადა და 7 წლის. სწავლობ მე-7 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბალეტი, ხატვა და ცეკვა. ყველაზე უფრო მეტად მეყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. 5 წლის რომ გავხდი, მაშინ შევედი ხატვის სტუდიაში. სტუდიას ქვია არტაის. ჩემი ხატვის მასწავლებელს ქვია ხატია. ეს არის მხიარული, ხიმილიანი და კარგად ხატავს. მე ვიცი სახლის ხატვა, ყვავილების ხატვა, მზის ხატვა, ბალახის ხატვა, ფოთოლის ხატვა და გულის ხატვა. ყველაზე ბევრ გულს ვხატავ დედიკოს. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვა. ჯერ ვხატავთ კვადრატს, მე ვხატავთ სამკუთხედს, მერე კარებს ვხატავთ, მერე ფანჯარას, მერე ფართებს ვხატავთ, მერე დავხატავთ ეზოს, მერე ვხატავთ მიწას, მერე ვხატავთ ყვავილებს და ფოთლებს. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი. არ მიყვარს მუქი ცისფერი. იმიტომ რომ ნამდვილად ცისფერი არ ვხდება. და ვიცი კიდე დათვეს დახატვა. ჯერ ვიწყებთ 6 ანებს, მერე თავს ვუკეთებთ, მერე ტანს და თვალებს ვუკეთებთ, ტურჩს და იმაყურებს. ცხოველები მიყვარს და კარგად ვხატავ. და შევიდა მყავდეს 7 კატა. გარეული ცხოველებიდან მინდა მყავდეს ვეფხვი. ნახატებს ემიტო ვაგროვებ, რომ მინდა დიდ გავიცდები, გავიქცენო ჩემი ბავშვი. ბავშვობა მთავრდება 5 წლის ასაკში. მე რატრება ბავშვობა და ისევ მინდა დავპატარავდე. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რომ სკოლა დავამთავრო. ეს ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები არიან. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ლილე ოთიაშვილი. ყველაზე მშვიდია დანიელი. ყველაზე ცელკია ირაკლი. მე ვარ ყველაზე ბრანჭია, ლამაზი და ჭკვიანი. სადმე რომ მიმდივარ სულ ვიბრანჭები. მე ვიბრანჭები ასე. ვიღება, ვიკრესკავთ, მას ვიკეთებ, პომადას ვისმავ და ვიბრანჭები. გაბრანჭვის მერე მიყვარს სტუმრობა და მილა დედასთან. მე ვარ ლამაზი გოგო და ვარ ნამდვილი ფერია. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის თეა ქორჩელავა. იმიტომ რომ სულ რომ კარგად ვსწავლო მეხუთება. მე რომ დიდი გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი, ბალერინა და მოცეკვავი. 3 წელია დავდივარ ბალეტს. პირველად ბავშვობა რო ვიცეკვათ, მეც გავიმეორე და არაფერი არ გამიჭირდა. 21 მარტს ბათუმში მექნება კონცერტი. მე მინდა კონცერტი მქონდეს თბილისში. მაგ კონცერტზე მინდა მეცვას მოკლე ვარდისფერი კაბა. ცეკვაც მიყვარს და ვაპირებ შესვლას. ცეკვის ელათები ვიცი. როცა ტიკტოკში ვხედავ, მერე ჩემ თვითონ სხვადასხვა რაღაცებსაც ვიკორებ და ვსწავლობ. ბოლოს გამოვიგონე ეს იდლეთი. მე ასეთი კარგი გოგო რომ ვარ, არის დედიკოს დამსახურება. დედიკო არის ლამაზი, ბრანჭია, მხიარული, სიცილიანი, კარგი საჭმელებს აკეთებს და თვალსაც ლამაზად ვიკეთებს. ყველაფერს მიჯერებს და მეც ვუჯერებ. მეც კარგი დიასახლისი ვარ. ვიცი კვერთხის შეწვა და მოხარშვა. კიდევ ვდუღებ გერმიან ყავას. მე სახში სამზარეულო სათამაშო და იქ ვაკეთებ ყავებს და საჭმელებს. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. მურწმუნეების ყურებაც ძალიან მიყვარს. საყვარელი მურწმუნე არის სტიჩი და ლულუ. დედასრული ჯოხი რომ მქონდეს, მამიკოს გავაცოცხლებდი და ყველა ადამიანი იქნებოდა ოქტავ. სამგზავროდ მინდა წავიდე ბურმაში და ატალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ნია რომ არ მერქواس რამე თქმეოდა. მე ნია დამარქვა მამიკომ და ძალიან მომწონს ეს სახელი. ჩემი თვებით ძალიან მომწონს. ნია რომ არ მერქواس, რადგან მერქვეოდა მელანია. შემდეგ მონაწილეებს ვუტოვებ ეს შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პიანინო, გიტარა და დოლი.
ბედნიერება არის საჩუქარი და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.